მშვიდობის. მოკლედ გავბივარ სამსახურში. ფოთლები ნელ-ნელა ყვითლდება. ცოტა მაგვიანდება. წყალი არ მოდის სახლში. ის მგონი ის დაზიანება მე რო ვთქვი, იმას აკეთებენ და დღის 3 საათამდე არ იქნება მგონი, ხო? 15 საათი. ეს მე ვარ. გამოვიყურები 8 საათია უკვე 2 წუთით დავაგვიანე 2 წუთით 7 hours later. მოგესალმებით, მოკლედ სამსახურიდან მოვედი. ეს კატები როგორც ყოველთვის ეს ეკნავიან. ამ დროს ვაჭამე. არაფერ შემთხვევაში ეხლა ესენი ძალიან გამიტუტუცდნენ. ხო, ვიდეოს ვიღებ. ის რა უნდა გამეკეთებინა ახლა იქ წყალი იფსება. ხო, უნდა დავადგა მოსახარში ხორცი. გათიშული იყო წყალი. და მოკლედ ნებობად მოვალვე ესა. ეხლა არ მივაქცევ ყურადღებას. აი მაინტერესებს კიდე იკნავლებენ თუ არა. მithom არაფერი. აგერ ჩუბები უკვე მაბეჭრებენ თავს. Asta daleko. ახლა ცუნის ცემ ხორცის და რა თქმა უნდა. მოკლედ, ახლა მამას მოვიწერე ხომებს. હવે ესენი არ გაჩვენდებიან. აჰა, ერთი შენ. იგი დავიგდე, კაფე. Aha, iki tadi. Ya, itu. Bisa mirip patara api. ეს არის ჩვენმარკეტში ისე აღიარებენ.
100-ამდე. მოკლედ რა ვიყიდე ჩვენთან მაღაზიაში ისწავლე გაჩვენე Man ide ხოლმე ხო კამერა შეუშლის ჩვენთან შეამწყურია აი და ჩემი იძახის ხოლმე ზაღლის ყება არ მისწრაფი ისე შეა და ეგრე შეა თამე Gracias. მოვიტანე ხო ვიყიდე ეს სასაკლებითი ფუთლარად ხეირი მართალია მე მინუსი მიყვარს მაგრამ ხო სიყვარულია იყო რომელიც სასაკლებაში იყო ის ავიღე ხო ესე იგი ეს უფრო მეტიც უნდა მეყიდა, მაგრამ ახლა ის რაც ამოვიღე ყავაჩაიზე მედესოსო დავაყოლებთ. მოკლედ ეს ღირს ლარი და 75 კაფურში მეგობრებო. არის სხვადასხვანაირი არის ეს არის ჟოლოსი. მალინა, სწორია ხო ჟოლოა? ხო. და არის ფორთოხლის და კიდე რაღაც იყო მარწყვი ხო. ესა და ეს საჭმელისთვის ამოვიღე Tricky. Აფილო და ორისალი მწვანე ბულგარული წითელი მაქვს. ჩინური სადილი უნდა მომამზადო. ეხლა რომ მოვჩერი ამ ვიდეოს ჩაწერას, უნდა დავიწყო და გავაკეთო. ფინძი მაგისთვის მაქვს რაღაცა მწვანელი, მაგრამ ვიყიდე ცალკე. ესე იგი გუში წამოვიღე ესეთ ფასდაკლებაში იყო ბრინჯის ლაფშა ლაფშა როგორ არის ტრია თუ რაღაცა მოკლედ ბრინჯის ეს საჭირდება და ის ჩავაკვეხე აქ ეს ისა ჩინური კომბოსტო Vitiți unde m-am amzadă țuniani. E ca fost imagito davati. Mai hașa spuneam ce te dat fitros forsis nagetis. Media soios me opa. Ki hadis ჭირჭირობით. ამერეს აიდელი იქნება. დღეს მეგობრებო, აი ეს წვენი. აი ესეთი წვენი 100%-ი რა ვიცი, ეს იაწერა ყველაფერს ლაპარაკი დამავიწვა ისე ვარ დაღლილი. მოკლედ ვაშლის, მხოლოდ ვაშლის არის ფასდაკლებაში 2 ლარად, ლარი და 99, რომელიც ღირს საერთოდ 4 და 95, ანუ 5 ლარამდე და მოკლედ წვენი წამოვიღე, სოსოს უყვარს ზუსტად ვაშლი. გუში ვაფლიც ვიყიდე, მოკლედ პეპსიც წამოვიღე, ახლა დავისხავ. გული გავიგრივო ცოტა. ისე ამაჟოვია წყალი დავლიო. ესეც ფასდაკლებაში იყო, მოკლედ ძალიან კაი ფასდაკლებაში 2 ლიტრიანი. ხო და
გაზიან სახელებს ხშირად მაინც არ ვსვამთ. ხო, მეზობელმა, ჩემმა მეზობელმა მაჩუკამ არ მახსოვს თქვი თუ არა, სად ვიტყოდი. ბაქოდან ჩამოუტანეს აჩუქეს ნაცავებმა. აი ყველი რაღაც ესეთი სენდვიჩის ისინი როა, ხო იცით, ოთხკუთხედი. ყველები რა ეგეთი ისე ჩვეულებრივად კიდე პარკში მოკლედ ზეთის ხილი და დაჟე მომზადებული იმისი მე რა ქვია წითელი როა მარცვლები და ეწოდა შენო არა მეორე გამახსენდება და თუ მონტაჟის დროს მივაწერ იმის წვნიანი მომზადებული დღეს ბევრი არ დამიხარჯია 10 ლარამდე ეს რაც ვიყიდე რა და ქულებსაც გაქროვებ ნელ-ნელა მოკლედ ეს აფილო ეს მწვანე ბულგარული ფინცი ეს სოიას სოუსი ცოტაც მარიც დაჭირდება ცოტა იქნიორიც მოკლედ მოვამზადებ წვნიანს ჩინურ ვარიანტს წვნიანის ახლა დავიდე საჭმელი ესეც ხო ეს აჯიკაც მეზობელმა მომაწოდა ანუ ხო აჯიკა რა ეს პარკები მენახება მონაზისთვის ეს მარტო მგონი საღამოსკენ პური მექნება საყიდები ხო ამაში იმას ვქენი გადავიტანეთ გადუღე იმიტომ რომ რაღაცა მომეჩვენა რომ ცოტა თითქოს მე მგონი ძმარიც ხონდა რაც მოკლედ ესე ხო რაღაცა უნდა მითქვა ეს პომიდორი ის დამწიფებული რა რომ დავამწიფე ცოტა გადავჭერს მწვანე იყო ხო ის პომიდორი ადრე რომ დავამწნილე ის უკვე всё დავასრულეთ 3 კილა ხო იყო და ბოლო ის რომ გავხსენი ეხლა ხანს ესე დავჭერი მაშინ რა ქვია პატარებად დავჭერი ხახვი მოვაჭერიზე და ზეთი და სალათია რა იმ დღეს სამსახურიდან ჩვენთან ხო მზაც მოდის მზასაკვები და მოდის ვამზადებთ კიდევაც მოდის კიდევაც და მოკლედ ლობიო გამოვაყოლე რა ლობიოს ამდენ დრო უნდა კიძვილი დაიშთა ცოტა ახლა ერთი ბეწო კონტეინერისთვის მაგრამ როცა დრო არ გაქვს მგონი ნორმალურია ხო ეხლა ეს მოიხარშება ამას დიდი დრო დაჭირდება სადღაც 2 საათი იმედია გაზი მაგდენს გაუძლებს დღეს თანამშრომელი ხო ეს როშენის ესეთი პატრა შოკოლადები როა ეგეც ფასდაკლებაში 90 თეთრა და თანამშრომელმა დაგპატიჟა ყველა თანამშრომელს ჩამოგვირიგა რა ასეთი და ну სოსოს დაუტოვე მეც შემეძლო ახლა მეყიდა მაგრამ არ მინდა ზედმეტი ხარჯები იმიტომ რომ ხვალ მივდივართ ექსკურსიაზე და მინდა რომ ჯიბეში ცოტა ფულიც მქონდეს რომ რაღაცა რომ დამჭირდეს დაგჭირდეს რა ვიცი ხო ის კი არა დამატებაზეც არ ვიტყოდი უარს შეიძლება ვანდას ვთხოვ რა მოკლედ ან დედაჩემს რა თქმა უნდა სესხით ხო და ესეთი ამბებია მე შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ მანკამ რომ გვაჩუქა საწოლი და ეს როგორ დავალაგე და ახლა იქ სოსოა ეხლა ხალხს გაიღვიძრა მოკლედ ძალიან აერია რეჟიმი იმის გამო რომ სახში იყო რა მოკლედ რაღაც არ ვიცი ვირუსი შეხვდა თუ უბრალოდ გაცივდა რატომღაც მგონია რომ გაცივდა იმიტომ რომ არ მიჩერებს მაისურში დადის ტიტლიკანა ხანდახან არის წინდებსაც არის მეუცხომე და ფეხშველია მაშინ კროქსები ხო მოკლედ მაგაში და ну ახლა ამინდები შეიცვალა ხალხო ეს რა ქვია ის ზაფხული ხო არ არის ეს ზოგს ავიწყდება ჯერ კიდე ვერ გადავედით იმ ფსიქოლოგიურად და ასე ალბათ სოზოს და მოკლედ
დატანტალებდა ესე და დაიცია თავი. ხო და ნუ ეხლა რა შედარება უკეთესად არის, მაგრამ სამსახურშიც ისე მეშინია ეს მომხმარებლები აცემინებენ, ახველებენ რაღაცა და მეთქი ეხლა კიდე სახში არ მივიტანო, კიდე ხელმეორედ არ დავმართო რა მეთქო და ეს ასანთის ღერები ვინ დაყარა? დობი გაფი თქვენ დაყარეთ? ხმები რა თქმა უნდა, კატები როგორ დაყრიდნენ ამას. მე კი ვიცი ვინ დაყარა. ჩვენს მეტი ვინ ცხოვრობს ამ სახლში. მოჩვენებები არ გვყავს. ხო და ორი ვარიანტია, ან მე და ან სოსო და მე ზუსტად ვიცი რომ მე არ დავიყრი, ეგ სოსო. ხო, სტუმრებიც არ გვიტალახებენ კავს რო იყვიან. ვერც, იმიტომ რომ სახლში არ ვარ და ეხლა ვისმენთ ზუსტად მოწოხდება. ხო და ესეთი ამბები მეგობრებო. თავარი ეხლა ეს არის მოიხარშოთ და მე ნელ-ნელა დავიწყებ, ხო კომბოსტო უნდა დავჭრა. აი როგორც არის მრგვალი, ხო არის ესეთი გრძელი და მრგვალი, ხო აი ეს უნდა დავჭრა წვრილად, რომ რაღაცა ესეთი სპაგეტივით რომ გრძელი იყოს რა ესე და ეს უნდა მოითუშოს რა და მე ბულიონში ბულიონი უნდა დაესხას. ხო და მოკლედ რაღაცას გავაკეთებ რა. რა ვიცი თუ მომეწონება ვიზუალურადაც და გემოდით სურათს და რეცეპტს ჩამიგდებთ ის ინგლისურად ვიცი community როა რა ამ სურათებს და იმას რო ვაზიარებთ ხოლმე იუთუბერები იქ ჩავაგდებ თავისი რეცეპტი თურთ. ხო ეხლა გავხსნამ ვანდას უყვარს ხოლმე ესეთი კბილეულობის ყიდვა ჩვენთვისაც ყიდულობს ხოლმე მე ხა იმდენი ისიც არა მაქვს რომ ბევრი ვიყიდე კარგი კი იქნებოდა დააგდე რა კაპიკებში იყიდება ხო და შეიძლება კიდე იყოს კონკრეტულად შევაგდე ესეთი რაღაცები მშვენიერია და ხეთრა საყვარლად გამოიყვება შოკოლადი აქვს ესე ერთ გვერდზე ორ ცხობილაა და შიგნით არის მგონი ისა ჟელე თუ რაღაც ესეთი თან ეს არის მალინოს ეგრეთ წოდებული მე მალინოს ვეძახი ხო რუსულათა მალინო და ეს იყოს ახლა ეს შენამაც არ მივიცნე შიდა ძალიან კარგი თემა მეგობრებო ხლა რაღაცის ხმა მინდოდა რა ხდება მან ახალი ბოტასები ვიყიდე მართლა ისეთები არის ჩანს თუ არა 29 მე ძალიან კმაყოფილი ვარ ის პირველითაც ძალიან კმაყოფილი ვარ უბრალოდ ეხლა ღიაფერებია და ჭრიანდება ჭრიანდება და გავრეცხე ჯერ შრება გაშრობის პროცესია ესეთი ვარსკვლავები აქვს და ესე ბზინავს ჭვინავს ამ ბოლო ხანებში რაღაცა ჭვენა რაღაცები შევიყვა და ავიჯა არასოდეს არ მომწონდა მომწონდა ყოველთვის ესეთი კლასიკური რაღაც სადა ესეთი რაღაცები ახლა მომწონს ჭრიალები თან მოდაშიც არის არ ვიცი რა ხდება კარგი მეგობრებო ხო გუშინ ისინი წამოვიდე ვაიმე როგორ მინდოდა და ესე იგი წვეწინ ამახი ეს რო იტყვი ამახი ის მართლა ეს ისა მწვანე მაკოფე ხილის გემოთი და გუშინ წამოვიდე 4 წამი ჯერ არ დაგვილებია მე და სოსოს აქ ჩაიში ჩავდე ეხლა ვფიქრობ რაღაცა ისეთი ხელნაკეთი ის მინდა გავაკეთო აქ ჩამოსაკიდებელი რომ ესეთი პატარა კალათივი თողონ თხელი რომ ჩაი და ესეთი რაღაცები ჩავაწყო შიგნით და ესე პირდაპირ ხელს ვგადაწევ და ამოიღებ რა იქ რაღაც იქიდან არ მოიღო არ ჩაძვრე უჯრაში და აი ეს პირდაპირ ხო და ეგეთ რაღაცას მოვიფიქრებ და მე გაჩვენებთ
ისე აი მენატრება ხოლმე რაღაცების გაკეთება შვიდ გარემოში, მაგრამ მაგას უნდა დრო, თავისუფალი დრო, რასაც ქვია, აი მართლა ისეთ კომფორტულად რო გრძნობ თავს და მუზაც რო ისე აი რა ვიცი რა მოკლედ ესეა საერთოდ. ხო, სანამ პატარა იყოს, უსუდა სახში ვიყავი, თან ჩემებთან ერთად ცხოვრობდი და რაღაცა არ მქონდა ეხლა ისეთი ისა აი გადასახადებზე და ეგეთ რაღაცებზე ხა მე კონკრეტულად პირადად მე არ ვფიქრობდი, ოჯახი იყო და ეხლა დედა, მამა და ძმა, მოკლედ და მე ჩემი საქმიანობიდან მქონდა შემოსავალი და ჩემი საქმიანობა იყო სახში მომზადება, დამზადება ამ ჩემი შეთეთრების უნდა მეთქვა. ანუ ქმნილებების, ჩემი თოჯინების ვაბარებდი და ესე მქონდა შემოსავალი. ხო, თან მე მიყვარს საერთოდ ესეთი რაღაცა რა, არ ვიცი ეს ეთყობა სიღარიბის სინდრომია, ბავშვობიდან მოყვება. როცა ფული ჩამივარდება ხელში, ხო, აი არ შემიძლია პირველი ჩემი პუნქტია მაცივარი უნდა გავტენო, უნდა შევავსო, რომ შვიდად ვიყო და მე უკვე დანარჩენზე ვფიქრობ. აი, ნუ ეს არის რა მომყვება ბავშვობიდან რაღაცა შიერი ბავშვი ვიყავ. ხო და ესე. კარგით მეგობრებო. დროებით და მე შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ რა და როგორ დავალაგე, როგორ ისა და აი მართლა უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა, ესე იგი ატმოსფერო და აი გარემო შემიცვალე შენმე მაჩუქე რაღაცა აი პოზიტიური რაღაცა ძალიან ისეთი შეგრძნებები, იმიტომ რომ ჩემ სახს რაღაცა კუთხით ვეღარ ვცნობ და რაღაცა სხვა ემოციებით, საუკეთესო ემოციებით ვიღვიძებ და ვიძინებ აი ამ გარემოში და რა ვიცი, არაჩვეულებრივია რა, მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გავკოცებ ბევრი გულში. კარგით მეგობრებო, დროებით და შემდეგ ვიდეომდე.